Ჩვენი დაბრუნდა ეთერში ჩვენი შემდეგი სტუმარი ეკა ბესელია ქართული ოცნება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე საღამოშიდობისა ქალბატონო ეკა მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის ჩვენ ახლა ვუსმენდით ოცნების ერთ-ერთ ახალ წევრს თამარ ჩუგოშვილს ძველებიც ალბათ ასე უსმენთ ჩვენთან ერთად და ადევნებდით თვალს დღევანდელ პრეზენტაციას მე მაინტერესებს მაინც ეს გულდასაწყვეტი არის თუ არა ძველი გვარდიისთვის რომლის ნაწილიც ოცნებას სავარაუდოდ ტოვებს ჩვენ გუნდს არავინ არ ტოვებს სი შემადგენლობას გულს ყველა ვინც არის დღეს გუნდს არ ტოვებენ შესაძლებელია ყველა არ იყოს პარლამენტში და ეს ბუნებრივია რომ იქნება შეიძლება კითხვა ვერ გავიგე ნინო შეგიძლიათ გამიმეოროთ არის თუ არა გულდასაწყვეტი ახალ წევრებზე ასეთი აქცენტი ძველი ბირთვისთვის მოდი ასე დავსვათ უფრო გასაგებად კითხვა არა გასაგებია არა პირიქით ჩვენ გქონდა ძალიან საინტერესო განხილვები ძალიან საინტერესო დისკუსია შიგნით შევთანხმდით რომ ის ვინც არის ესე ვთქვათ პირობითად ვეტერანი პოლიტიკისთვის და უფრო ესე ვთქვათ გამოცდილი პოლიტიკოსები რომელთაც აქვს თავისი წონა ფასი ადგილი როლი მნიშვნელობა მათი და გამოცდილება არის ყოველთვის პოზიტივი და არა უარყოფითი მახასიათებელი ეს ადამიანები ბუნებრივია რჩებიან გუნდში და საჭირო არის გუნდის შემომატება, გაძლიერება და გარკვეული სიახლეებით ესე ვთქვათ უფრო მეტი მრავალფეროვნებისა და მეტი საინტერესო ელფერი შემოტანა ახალი რესურსებით გაძლიერება მართველი გუნდის ეს პროცესი ახლა სწორედ როდესაც ჩვენს გუნდს ემატებიან ის ადამიანები რომელთათვის პოლიტიკა არის ახალი თუმცა შეიძლება საჯარო აქტიურობის კუთხით ცნობილი იყოს მათი საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებით ამიტომ ჩვენ დღეს ვიყავით იქ სწორედ ესე ვთქვათ ერთიანი გუნდი და დღეს პრემიერი წარადგენდა იმ ახალ კონკრეტულ ესე ვთქვათ პიროვნებებს რომლებიც იქნებიან ესე ვთქვათ ახალ საპარლამენტო შემადგენლობაში ძველ შემადგენლობის ნაწილთან ერთად წარმოდგენილი და ეს იქნება ძალიან კარგი სინთეზი, იმიტომ რომ საჭირო იქნება ესე ვთქვათ გამოცდილებისა და სიახლის ახალი ფორმული შემოტანა. ეს სჭირდება პოლიტიკას, სჭირდება მართლ პოლიტიკურ გუნდს, სჭირდება საქმეს, სჭირდება იმ გამოწვევებს, რაც არის, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ გულდასაწყვეტი კი არ არის პირიქით. მე პირადად ძალიან მიხარია და ჩვენ ყველა ძალიან გვიხარია, რომ ძალიან საინტერესო ადამიანები ემატებიან მართლ პოლიტიკურ გუნდს და განსაკუთრებით მიხარია რომ დღეს 8 ქალი იყო ქალბატონი წარმოდგენილი 7 მამაკაცი ყოველთვის იყო ესე ვთქვათ გენდერული უთანასწორობა და დისბალანსი და პრემიერ-მინისტრმა ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებები მიიღო როდესაც ამდენი კარგი წარმატებული და საინტერესო ქალბატონი წარმოადგა რაც ჩვენ გაგვაძლიერებს და მე მახარებს რომ მათ შორის იურისტებიც არიან რომლებიც ძალიან ჭირდება პარლამენტს. ქალბატონო ეკა, აი ჩემთვის საინტერესოა როგორ მიმდინარეობდა შერჩევის პროცესი. ჩვენ გავიგეთ კრიტერიუმი, კურიკაშვილი ამბობს რომ ეს არის რეპუტაცია და ეს არის პროფესიონალიზმი. თუმცა მაინტერესებს ახლების შერჩევის პროცესში ოცნება მთლიანად იყო ჩართული თუ არა. აი მაგალითად ეკა ბესელიას ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა ვინმესთვის გაეწია რეკომენდაცია. კი, რასაკურველია ჩვენ ვინც წარმოვადგენთ პოლიტიკურ საბჭოს ყველას ქონდა და გვაქვს შესაძლებლობა წარმოვადგინოთ კანდიდატები და ეს პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ დიდი ხანია. ჩვენც ვასახელებდით და დავასახელეთ კანდიდატები, რომელთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობდა გასაუბრების პროცესი. როგორი იყო ეს პროცესი? არც თუ ისე რთული ხდებოდა შესწავლა მონაცემების რა აქვს გაკეთებული, რამდენად შეძლებს პარლამენტში მუშაობას, რამდენად იზიარებს პოლიტიკური გუნდის იდეოლოგიას, ხედვას, ჩვენს ფასეულობებს და პრინციპებს, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი ერთ პოლიტიკურ გუნდში პოლიტიკოსების.
და ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს დასახელდა, შეიძლება რამოდენიმე იყო 1, 2, 3, შეიძლება იყო უცხო, ესე ვთქვათ, გვარი, რომლის შესახებაც მეტი კითხვა იყოს, რომ ვთქვათ, მეტი ინფორმაცია იყოს საჭირო. მაგრამ უმრავლესი მათგანი არის ცნობილი სხვადასხვა სფეროდან, ზოგი არასამთავრობო სექტორიდან, ზოგი საერთაშორისო ურთიერთობებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სამართლის სფეროდან. ბევრი მათგანი ცნობილია, უკვე წარმატებულია და გამსასხველი მაინც ნინო არის საპარლამენტო მუშაობის უნარჩვევები, იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით და ამ პრინციპს ვიცავთ, რომ პარლამენტში მუშაობა მოითხოვს განსაკუთრებულ უნარჩვევებს. პარლამენტი იღებს კანონებს და აკონტროლებს მის მიერ მიღებულ კანონებს. ამიტომ უნარჩვევები საჭირო არის, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში მუშაობ. შესაბამისად, თავარი გამსაზღვრელი ამ შემთხვევაშიც და მომავალშიც, როდესაც სრულად დასახელდება საპარლამენტო სია, იქნება სწორედ ის რესურსი, ის გამოცდილება და პროფესიული უნარჩვევები, რომელიც საჭიროა საპარლამენტო მუშაობისთვის. კანონის წაკითხვა, კანონის შექმნა, კანონზე მუშაობა, კარგი ანალიზი, სამართლებრივი დოკუმენტების შექმნა, შეიძლება ეკონომიკური პროფილით მუშაობა, პოლიტიკურ სივრცეში, ესე ვთქვათ, საერთაშორისო მიმართულებებით, ასევე დაკავება და გარკვეული, ესე ვთქვათ, სტრატეგიების შექმნა. ანუ ეს არის მაინც, ესე ვთქვათ, სამეცნიერო და პრაქტიკული მუშაობის, ესე ვთქვათ, სინთეზი და საჭირო არის, რომ ყველა ადამიანს, ვინც სახელდება პარლამენტში, შეეძლოს სწორედ ეს უნარები მოამშხავნოს პარლამენტში მუშაობას. როგორ უპასუხებდით სკეპტიკოსებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახალი შემადგენლობა თავისთავად შეიცავს რისკებს იმისას, რომ მათ დააკლდებათ პოლიტიკური გამოცდილება მით უმეტეს წინა საარჩევნო პროცესში და მით უმეტეს გამოცდილ კონკურენტებთან, მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ახალ სახეებთან პაექრობისას. თქვენ ყოველთვის საინტერესო კითხვებით გამოირჩევით ნინო და ამჯერადაც ძალიან საინტერესოა ეს კითხვაც. ჩვენც აქ ვართ, ის ადამიანები, ვისაც გვაქვს გამოცდილება, ასად არ მივდივართ, ჩვენც ვიქნებით ამ საერთო, ესე ვთქვათ, ბრძოლაში და მარათონში ჩართულები, გადავნაწილდებით და მეც ამიტომ მგონია, რომ კარგი, ესე ვთქვათ, მოდელია, როდესაც გამოცდილება ბევრ სხვა აუცილებელ თვისებებთან ერთად ესე ვთქვათ ძლიერდება გარკვეული სიახლეებით. ეს ვისაც აკლია პოლიტიკური გამოცდილება, ამას შეიძენს, მაგრამ ჩვენ ბუნებრივია, ვისაც უფრო მეტი გვინახავს, უფრო მეტი გაგვივლია ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მივეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა იწყებს, ესე ვთქვათ, პოლიტიკურ ცხოვრებას და ეხლა დგამს ამ პოლიტიკურ ნაბიჯებს, თუმცა როდესაც ხარ შენ პროფესიაში წარმატებული და შემდგარი, ეს გეხმარება, რომ იოლად მოახდინო ადაპტირება ამ ახალ სივრცეში და შეძლო, ესე ვთქვათ, ეს საკმაოდ რთული გზა ამ გამოცდილებით და შინაგანი თვითდაჯერებულობით და შინაგანი რესურსით, ესე ვთქვათ, სწრაფად გაიარო ეს, ესე ვთქვათ, პირველი ეტაპი, რომელიც შეიძლება არ იყოს ბუნებრივია მარტივი. რაც შეეხება იმ გამოცდილებას, რომელიც თქვენ ახსენეთ, ნაციონალური მოძრაობა მაგალითად. მე არ მგონია მათის გამოცდილება რაიმეში გამოადგეთ დღეს უკვე, როდესაც სხვა პოლიტიკური რეალობაა, იმიტომ რომ იმ წარსულის, ესე ვთქვათ, რებრენდირება და გადმოტანა ამ ახალ რეალობაში არ მგონია, რომ მათ გამოუვიდეთ, იმიტომ რომ ამის მიმღეობა საზოგადოებას არ აქვს. გაიზარდა პოლიტიკური კულტურა, გაიზარდა სტანდარტი, დაიხვეწა ამომრჩევლის გემოვნება, უფრო მომთხოვნია, გაცილებით უფრო კრიტიკულია, ვიდრე ეს იყო 2012 წელს თუნდაც. და ამიტომ ის, ესე ვთქვათ, მანერა და ის სტილი, ის საშინელი წარსული, რომელშიც ყველამ ერთად ვიცხოვრეთ ჩვენ და სამწუხაროდ, არავის არ უნდა რომ დაბრუნდეს და მარც მათ ხარდამჭერებს მე მგონი დიდად იშვიათი გამონაკლისის გარეშე, ვისაც არ ვიცი ხა რა ემართება და რა ჭირდა. ამიტომ მე არ მგონია, რომ ეს იყოს რთული კონკურენცია და მათი გამოცდილება, ესე ვთქვათ, ბჭყალებში იყოს რაიმე პრივილეგია იმ ახალ
ახალი სახეებისთვის და ახალი კანდიდატებისთვის, რომლებიც დღეს დასახელდნენ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ პრემიერ-მინისტრმა დღესაც თქვა, რომ ის ვინც დღეს წარმოადგენთ, ეს არ არის სრული და ამომწურავი, ეს არის ნაწილი, ესე ვთქვათ, იმ შემადგენლობის, დიდი შემადგენლობის, რომელიც საპარლამენტო დღევანდელი შემადგენლობის ნაწილს შეუერთდება და ეს იქნება, ვთქვათ, ერთიანი სიის ნაწილი. სრული სია მოგვიანებით უკვე მოხდება უფრო ესე ვთქვათ წარმოდგენილი იქნება და მოხდება მისი პრეზენტაცია. კიდევ სხვა ადამიანები იქნებიან ახალი ესე ვთქვათ სახეები მოგვიანებით ალბათ როდესაც მაჟორიტარები დასახელდებიან საზოგადოებისთვის ცნობილი. მე ვფიქრობ ეს განახლება გარკვეულ ესე ვთქვათ საინტერესო ელფერს უდაოდ შესცეს მართლ პოლიტიკურ გუნდს. ბატონო ეკა ეს არის ალბათ ერთგვარი მოლოდინი ჩვენი ამორჩევის. ფინალში მინდა აუცილებლად გკითხოთ თქვენს რესურსს სად მეტად ხედავთ რომ გამოამჟღავნებთ და გამოიყენებთ მომავალი 4 წლის განმავლობაში ეს იქნება ფოთის მაჟორიტარობა თუ ის ვთქვათ ინფორმაცია რომელიც თუ რეალობად იქცა იქნებოდა თქვენთვის უფრო უკეთესად რესურსის დახარჯვის თვალსაზრისით მაგალითად საკონსტიტუციო სამართლოს თავმჯდომარეობა. რა გირჩევნიათ ასეთი არჩევანი რომ გქონდეთ? გასაგებია რომ ახლა არ იტყვით მაჟორიტარი იქნებით თუ არა ფოთში, იმიტომ რომ წინასწარ ამას ოცნების წევრები ჯერჯერობით არ ამბობენ. ფოთში არ ვიქნები, შემიძლია ეს გითხრათ წინასწარ, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, გარკვეულ ცვლილებების აუცილებლობაზე ესე ვთქვათ, თანხმდებით და მე მგონია რომ ჩემი ესე ვთქვათ დღევანდელი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა თანაბრად ვრცელდება როგორც ფოთის ამომრჩეველზე, ასევე საქართველოს ნებისმიერ ამომრჩეველზე. ადამიანის უფლებების დაცვაზე ესე ვთქვათ საპარლამენტო ზედამხედველობა მაქვს ესე ვთქვათ როგორც ვალდებულება და ეს მოიცავს ესე ვთქვათ უფრო დიდ არეალს, თუმცა ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ამ ქალაქის მიმართ დარჩება. რაც შეეხება სად ვიქნები ადამიანის უფლებების სფეროში, ისევ გავაგრძელებ მუშაობას და მგონია რომ ეს ის საქმეა, რაც ჩემთვის ძალიან ორგანულია, ძალიან ბუნებრივია და ამითი ვცხოვრ და მგონია რომ ასე დავიბადე, სულ ამას ვაკეთებდი და ასევე გავაგრძელებ შემდეგ პარლამენტში. უფრო კონკრეტულად ალბათ გამოჩნდება, როდესაც საბოლოოდ ესე ვთქვათ პარლამენტის ფორმირება დასრულდება და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვინ სად იქნებოდა უკეთეს და ნიუ გულწრფელად გეტყვი, რომ მე სად მირჩევნია, იმდენი ხანი აღარ მახსოვს, ასე როდის ვიფიქრე ბოლოს, რაც საჯარო პოლიტიკაში ვარ ყოველ შემთხვევაში, იმ დროიდან აღარ მახსოვს, როდის მივიღე გადაწყვეტილება, მე რა მირჩევნია და მე რა მინდა, ესე ვთქვათ, ეს სტანდარტები და ეს გამსაზღვრელი აღარ არის ჩემთვის, რა საჭიროა და სად ვჭირდები საერთო საქმეს. იმის მიხედვით ვიღებ გადაწყვეტილებას ბოლო წლებია ყოველ შემთხვევაში რაც საჯარო სამსახურში ვარ. დიდი მადლობა. ეკა ბესელია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პასუხობდა რვიანი შეკითხვებს. ჩვენ დაბრუნდებით რეკლამის შემდეგ უკვე მოვისმენთ შეფასებებს იმის შესახებ თუ როგორ მოწონთ ოპონენტებს ქართული ოცნების სია. ჩვენთან სტუმრად იქნებიან რარმა ზახვედიანი, სერგი კაპანაძე, ასევე მანანა ნაჭყებია. დაგულოცთ.